ნავიგაცია ეს არის მეცნიერება და ხელოვნება, რომელიც გემის უსაფრთხო და ზუსტი გადაადგილების უზრუნველყოფას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ტვირთისა და გარემოს დაცვა. ნავიგაცია მუდმივად ვითარდებოდა ვარსკვლავებით დაკვირვებიდან თანამედროვე თანამშრომლობის სისტემებით. ნავიგაციის განვითარებამ ხელი შეუწყო მსოფლიო ვაჭრობის, საზღვაო ტრანსპორტისა და უსაფრთხოების განვითარებას. იცოდით თუ არა, რომ მე-18 საუკუნეში ბრიტანეთის მთავრობამ უზარმაზარი პრემია დააწესა იმისთვის, ვინც გრძელით სუსტად განსაზღვრის მეთოდს გამოიგონებდა. ეს პრობლემა ჯონ ჰარისონის საზღვაო მონუმენტმა გადააჭრა. იცოდით თუ არა, რომ გიროკომპასი მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და მან ნავიგაციაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, რადგან მაგნიტური ველების გავლენა არ ექვემდებარებოდა. იცოდით თუ არა, რომ ერთი საზღვაო მილი დაკავშირებულია დედამიწის გეოგრაფიული კოორდინატებით. ერთი საზღვაო მილი დაახლოებით შეესაბამება გრძედის 1 წუთს დედამიწის ზედაპირზე. ამიტომ საზღვაო ნავიგაციაში კოორდინატები და მანძილი ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ერთი კვანძი ტოლია ერთი საზღვაო მილის საათში. იცოდით თუ არა, რომ ნავიგაციული შუქებით შესაძლებელია გემის ტიპის და მისი მანევრირების დადგენა. ამიტომ შეზღუდული ხელოვანობის დროს მეზღვაურს ანიშნებს შუქები თუ რა მიმართულებით მოძრაობს ის, შეზღუდულია თუ არა მისი მანევრირება. იცოდით თუ არა, რომ International Code of Signals ისტორიული ვერსია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეიქმნა. 1857 წელს გამოქვეყნებულ პირველ კოდში დაახლოებით 70,000 სიგნალი გამოიყენებოდა და ის 18 დროშაზე იყო აგებული. ზღვის ამბანის საინტერესო და დეტალურ ინფორმაციას შემდეგ რუბრიკაში შემოგთავაზებთ.